შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ხრმა დააქვს იქ სადაც ანიბანი იქ სადაც დირი დარი დურია შენ წავიდეთ აქედან იქ აქაურ გარემოს ხრმა დააქვს საბავშვიდობისა პატიცებულ ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და გვისმენთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში დღევანდელი გადაცემა მინდა დავიწყო საკითხით, რომელიც ძალიან გვაინტერესებს ყველას და პრინციპში საკითხი სულ ჰაერში არის ჩამოკიდებული და რაღაცნაირად არ განხილულა და საქმე ეხება მოსკოვიდან ჩარიცხულ ფულებს ქალბატონი ელენე ხოშტარიას ოჯახში ესე ვთქვათ $250,000 არის ლაპარაკი რომელიც ჭყალებში ვთქვათ, რომელიღაცა კონკრეტული თეატრის ბიუჯეტიდან ირიცხება, თუმცა ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელია, იმიტომ რომ ამხელო თანხები არ არსებობს ელემენტარულად, ბუნებაში არ არსებობს, რომ ირიცხებოდეს და რატომ ირიცხება ეს ფული, რას ხმარდება ეს ფული, ან რა უნდათ რუსებს ამითი საქართველოში და ალბათ რა თქმა უნდა ყველა ჩემი აზრით ყველა ჩვენს არაკეთილ მოსურნეს ეს გარეთ იქნება თუ შიგნით იქნება რომ აქ სერიოზული არეულობა გამოიწვიოს რომ შემდეგ რაღაცნაირად ამას იძახიან კიდევაც რომ ისეთ დღეში ჩავარდებიანო რომ მუხლებზე ხოხვით მოვლენო და ისევ ჩვენ შეგვეხვეწებიანო დახმარებას. ხო, ეს განცხადება გააკეთა ქალბატონმა სიმონიანმა და მე მგონია რომ მალე ვნახოთ ქართველებს როგორ შეევედრებიან დედა რუსეთს მიიღოს თავის მფარველობის ქვეშ საქართველო, ისე როგორც ეს გააკეთა ერეკლე მეფემ სპარსების შემოსევის დროს. იძახის ეს ქალბატონი პირდაპირ და ზუსტად აი ეს სიტუაცია ხდება, რაც ხდებოდა მე-18 საუკუნის ბოლოს და პრინციპში ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს და რა თქმა უნდა გახსოვთ თქვენ სტოტლებენის ამბავის ისტორიულად როგორ მოხდა საქართველოში რომ გაყინულებივით იდგნენ რუსები და საერთოდ არანაირი დახმარება მაშინ არ გაგვიწიეს და აი რაღაცნაირად მგონია რომ ესეთი მოწყობა უნდა რაღაცნაირად რაღაცა უნდა მოახდინონ ისეთი საქართველოში რომელიც მე მგონი რომ აი ამისკენ არის ზუსტად მოწოდებული ეს ქვეყანა რომ რაღაცნაირად ისევ მათი ესე ვთქვათ მათ გონიათ რომ ჩვენ მუხლებზე ჩოქვით მივარდებით და მათ დაუწყებთ ჩვენას თუმცა ეს ეტაპიც გავლილია საქართველოს ისტორიაში და ჩვენ ვიცით რომ რა თქმა უნდა ეს არანაირად არ უნდა დაუშვათ თუმცა 70 წლის განმავლობაში რამდენჯერ გაგვიკეთეს ესე ხო ეს 90-იანი წლები იყო თუ პირველი ხელისუფლების პრეზიდენტის დამხობა და შემდეგ საბოლოო ჯამში საქართველოში ძმათა შორის ომი შემდეგ აფხაზეთის ომი შეგვიტყუეს ამ სიტუაციაში და ზუსტად ეხლაც ალბათ აი ამას და რა თქმა უნდა გაკვეთილები ძალიან ძნელად თუ გამოგვაქვს იმიტომ რომ ახალგაზრდათაობა განსაკუთრებით არ არის მოსწრებული ამ ყველაფერს მაგრამ ზუსტად აი აქეთკენ მიემართება ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს 2003 წლის
ვარდების რევოლუცია და როგორ მაშინაც ზუსტად ესეთი სიტუაცია იყო, რომ დაიწყო რაღაცნაირად ეს არჩევნები გაყალბდა ბრჭყალებში ეგიდით, ესე ვთქვათ, ვარდების რევოლუცია, მაშინაც ესე იხვეწებოდა ეს ხალხი, რომ ქუჩაში გამოდით, დაგვიდექით გვერდში, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა და რა ვიცი, ალბათ სიკვდილი ჯობია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს გავლილი ეტაპია, როგორ შეიძლება რომ ჩემივე ხელით და ჩვენივე ხელით დავეხმაროთ იმას, რაც საბოლოო ჯამში ყელს გამოგჭრის და დამარცხებამდე მიგვიყვანს, ხო? აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და კიდე სხვადასხვა თემები მაქვს. ნუკრი შეშიაშვილი იქნება ჩემი სტუმარი, დიდი მადლობა ნუკრი რომ ხარ ჩემი სტუმარი და მოდი რას ფიქრობ შენ აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა არის? აი რატომ ირიცხება ეს ფული მოსკოვიდან და უშოთ როგორ ფიქრობ შენ რომ აი რა პროცესები განვითარდეს და ესე ვთქვათ ევროპული სახელით ანუ მხედველობაში მაქვს ეს მოძრაობა და პოლიტიკური პარტია დროა რა უნდა შეასრულონ მათ ისეთი აი ამ ფულით და ჩვენ ვიცით რომ მილიონი დოლარი ილიცხება წელიწადში ანუ პრინციპში 4 თვეში ერთხელ ირიცხება ეს რაოდენობის თანხები მოსკოვიდან და რას უნდა მოემსახუროს ეს თანხები და როგორ ფიქრობთ რა ამოცანები აქვს რუსებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ხო როგორც ყველა იმპერიაში ისე რუსეთშიც არ არსებობს მხოლოდ ერთი პროექტი საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად სხვებთან მიმართებაში არ არსებობს რამოდენიმე პროექტი და ეს რამოდენიმე პროექტი მუშავდება სხვა ჯგუფის მიმართ. ჩვენ გონია რომ რაღაცა ეს მონოლითურად ხდება. არ ხდება ეს მონოლითურად გადაწყვეტილება ხდება. შეიძლება ერთი ჯგუფს უფრო დაუჭიროს პუტინმა მხარე ვიდრე მეორე ჯგუფს, მაგრამ ეს ჯგუფები ჩვეულებრივ პროცესში მუშაობენ. და მე ჩემი დაკვირვებით, ნუ შევანაძე თავის დროზე ამბობდა გვახსოვს ორი რუსეთის შესახებ და იქ მართლა იყო ესეთი მომენტი, რომ ელცინსა და მის ოპოზიციას შორის იყო მართლა დაპირისპირება და იქ ელცინს სხვა გეგმები ჰქონდა და მის ოპოზიციას სხვა გეგმები ჰქონდა. მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ჩვენთვის დადებითია ამ შემთხვევაში, მაგრამ შეიძლება და სხვა შედარებით უფრო რბილი, ესე ვთქვა. მაგრამ ნუ მაშინ მოხდა ისე როგორც მოხდა, ჩვენ გვახსოვს აფხაზეთის საკითხი, მაგრამ ეხლა რა ხდება? ეხლა ხდება ის, რომ ერთი მხრივ ჩვენმა პოლიტიკურმა სისტემამ ჯერჯერობით აჩვენა, რომ ისა გამძლე ამ გეოპოლიტიკური რაღაც გადანაწილების პროცესში. და ეს ერთი მხრივ აიძულებს რაღაც ჯგუფებს, რომ იფიქრონ, რომ მოდი, თუ საქართველო არის გამძლე და განვიხილოთ როგორც ეს სუვერენული სახელმწიფო, იმიტომ რომ აქამდე რუსების პოლიტიკა როგორი იყო? ეს მათთან ლაპარაკი არ შეიძლება, ეს ჯობია პირდაპირ ამერიკელებს დაველაპარაკოთ და ისინი არიან მარიონეტები. ესეთი იყო ყოველ შემთხვევაში მათი საჯარო ენა. ეხლა ისი გაკეთება უნდა. ეს ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ნუ ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არ წარმოადგენს საზოგადოების, ქართული საზოგადოების ინტერესს და შესაბამისად ისინი სხვას დაელაპარაკებიან. ეხლა აღმოჩნდა, რომ ოცნება ამ დიდ პოლიტიკურ პროცესის დროს აჩვენა, რომ ის მარიონეტი არ არის. რომ ერთი მხრივ დასავლეთის ზეწოლას გაუძლო, მეორე მხრივ აჩვენა, რომ ის გეოპოლიტიკურად სწორად ხედავს ჩინეთთან ურთიერთობას გულისხმობ და მესამე, მან არ შეიყვანა ქვეყანა იმ დაპირისპირებაში, რა დაპირისპირებაც შიც ახლა იმყოფება უკრაინა. და აი ამ კონტექსტში ბევრ ძალებს არ აწყობთ ესეთი სუვერენული პოლიტიკური ძალა და აწყობთ ისეთი რამ, რომ აქ იყოს არეულობა და აჩვენა, რომ ეს არის სუსტი ხელისუფლება, რომელსაც ჭირდება გაარე დახმარება. ყველა იმპერია ყოველ შემთხვევაში ქმნის ამის ილუზიას, ამის რაღაც პროცესს და ამას ქმნის ვისიხედავთ მისი რაღაცა ქსელების არ ვიტყვი აგენტებს. ეგ იმდენად გაცვდა ეგ სიტყვა, რომ აღარ აქვს მას ისეთი მყარი რაღაც განზომილება, ყველა ერთმანეთს უკვე რუსეთომეს უწოდებს, მაგრამ ვიტყვი, რომ თავისი ქსელების, თავისი რაღაცა გავლენების მეშვეობით ის ახდენს ყოველთვის სურვილი აქვს, რომ მოახდინოს ესეთი წარმოჩენება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. მაგრამ აქ ჩნდება კიდევ ერთი მომენტი, რა შეაწყვეტს ახლა ამ შემთხვევაში რუსეთს, რომელიც ერთი ხელით თითქოს გვაქებს, ხო, არის რამდენიმე დეპუტატის სიტყვა, მეორე ხელით აი ესეთ რაღაცა განცხადებებს აკეთებს.
საქმე სწორედ იმაშია, რომ ეს არის ბიზანტიური დიპლომატიის ენა და ჩვენ კარგად არ გვესმის ბიზანტიური დიპლომატიის ენა, ეს არის ყოველთვის ორაზროვანი ენა, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მესიჯების თქმა და ამით მე манипуляცია რაღაცა გამოვა შენთვის სასარგებლოდ რა. ერთი ხელით აქებ, მეორე ხელით პირიქით აძაგებ, ხო? ეს არის აბსოლუტურად ბიზანტიური რა. ამას ბიზანტიური დიპლომატია იყენებდა და ამ ენის შინაარსი არის თუ შიდა დაპირისპირება, შიდა საზოგადოებრივი აზრი გაიყოს ორ ნაწილად. რომ ერთი მხრივ საზოგადოებაში გაჩნდეს მოლოდინები, რომ აი ძალიან გვაქებენ და რა კარგია და ეხლა შეიძლება რაღაცა მოლოდინები გაჩნდეს, რომ რუსეთი დათმობებზე წამოვა, რაღაცა დადებით პროცესებს შექმნის. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ ესეთი აგრესიული, რომ საზოგადოებაში და ორი ჯგუფად დაიყოს და მოხდეს გახლეჯოს. ყველას აბსოლუტურად მე ეხლა რასაც ვაკვირდები, გარე ფაქტორები, ვინც აქტიურად არიან საქართველოს ჩართული, ყველას აწყობს საზოგადოების გახლეჯვა. რასაც ვაკვირდები ჩვენთან უკვე რაღაც რამდენიმე თვეა ხო რაც გამოდიან ეს არის მცდელობა რომ მუდმივი ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში ამყოფენ საზოგადოება ჩვენ როგორც ორგანიზმი საზოგადოებრივი ორგანიზმი აი წარმოვიდგინეთ რომ ორგანიზმი მუდმივად ებრძოდეს რაღაც ვირუსს გარედან შემოსული ვირუსს და არ წყდებოდეს აი ეს ესე იგი წვეთოვანით ვირუსის შემოდინება და კი ერთხელ ამარცხება ორჯერ სამჯერ, მაგრამ ეს მუდმივი არის და ვერ ჯამრთელდება. ამიტომ იცი რა აი გამოვიფიტეთ, საზოგადოება გამოვიფიტა. აი ის რომ ეხლა ჩვენ დავიწყეთ საუბარი ხოშტარიათი და მაგალითად არ დავიწყეთ წერეთელი გარდაიცვალა ამით საუბარი, ხო? ესაც მიანიშნებს ჩვენი სხეულის, ჩვენი საზოგადოების სხეულის გამოფიტოს. იმიტომ რომ აღარ აქვს ენერგია გარდა აი ამ რაღაცა ვიწრო, ძალიან დამღლელ და ძალიან უშინაარსო პროცესის გარდა უფრო მნიშვნელოვან პროცესებზე და მნიშვნელოვან არსზე, ანუ საქართველოს არსზე ვიფიქროთ. როდესაც ვსაუბრობ საქართველოს არსზე, მე გულისხმობ ქართულ კულტურას, ქართულ ისტორიას, მეცნიერებს, სხვა თემები გამოგველია. პოლიტიკაშიც კი იმდენად ესეთი მე ვიტყოდი პოლიტიკური ფსკერია ჩვენ საზოგადოებრივი ცხოვრება უკვე. რომ აი ელენე ხოშტარიას რაღაც განცხადებებზე ვსაუბროთ, რომელიცაც რო დათვალოთ მას ვინ უჭარს ხარს, აღმოჩნდეთ რომ 1%-იც არ აღმოჩნდება ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ იმდენი რესურსია ჩადებული იმაში, რომ ეს აზრი იყოს საზოგადოებრივ სივრცეში რაღაცნაირად წარმოჩენილი, რომ სხვაზე დრო არ გრჩება, უფრო მნიშვნელოვანზე დრო არ გრჩება. და სწორედ ამიტომ ეს გამოფიტვა ისახება ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე. სულიერ მდგომარეობაზე არ ვამბობ მარტო რელიგიურ შინაარსს, ვამბობ შემოქმედების შინაარსს. ანუ ხელოვანი ხარ, იცი შენ რომ შემოქმედება სჭირდება რაღაცა დრაივი, მაგრამ გამოფიტულ საზოგადოებას ეს დრაივი არ აქვს. გამოფიტული საზოგადოება, ანუ დაღლილი საზოგადოება არ აქვს რესურსი, რომ შექმნას რაღაცა მნიშვნელოვანი კულტურაში. ამიტომაც ჩვენ კულტურაში დღეს სამწუხაროდ ეს მნიშვნელოვანი რამ არ იქნება. შეიძლება ერთეულები იყოს, რომლებიც რაღაცა სახდელი, მაგრამ აი ესეთი საზოგადოებრივი მოძრაობა არ იქნება. ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკაც არის. ამის გარდა ჩვენ გვიპირისპირდება არა აზრი, არამედ სუფთა სოციალური ტექნოლოგია. ზოგადად ადამიანისთვის დამახასიათებელია ესეთი რაღაც. თუ კი ამ ადამიანში ჩაწერე რაღაც პოლიტიკური იდეა, როგორც იდენტობის ნაწილი, ყველანაირი განსხვავებული აზრი ამ ადამიანისთვის იქნება უკვე მტრულად ახმული და ეს არის ადამიანის ფსიქიკის ბუნებრივი მოქმედება. ადამიანი უკვე ადამიანის ეს პოლიტიკური აზრი, რომელიც იდენტობაში, აი ეს ჯგუფები ხომ ამბობენ, რომ ჩვენ დასავლელები ვართ, ჩვენ დასავლური ცივილიზაციის იდენტობა გვაქვს და მსგავს რაღაცებს ამბობენ, რომელიც სულ ახლახანსაა შექმნილი. ეს მას არ გააჩნია დიდი ისტორია, ეს ახლახანს შექმნილი პროექტია აბსოლუტურად. ამ ადამიანებისთვის განსხვავებული აზრი აღიქმნა როგორც სრული, ყველანაირი განსხვავებული აზრი და მასთან მიმართებაში დიალოგის რეჟიმში კი არ შემოდის, მასთან მიმართებაში შემოდის მტრული დამოკიდებულება და მას სჭირდება რომ ეს ამ განსხვავებული აზრი დაარქვას რაღაც სახელი, მტრული სახელი. იქნება ეს რუსეთის სახელი, იქნება ეს რაღაც ჩამორჩენილი საბჭოთა სახელი თუ სხვა ბნელი სახელი. მნიშვნელობა არ აქვს, ანუ მასთან დიალოგში არ შედის. ეს არის ჯანსაღი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი. ჯანსაღ საზოგადოებაში არსებობს, რა თქმა უნდა, შეთანხმებები არსებობს, მაგრამ ეს შეთანხმებები ეფუძნება რაღაც სოციალურ გამოცდილებას და ცოდნასთან. ჩვენთან ეს იდენტობა ეფუძნება ტრენინგებს, ეს იდენტობა ეფუძნება გარკვეულ სოციალურ
ლიფს, იმიტომ რომ შენ შეგიძლია NGO-ით გარკვეულ თანხები მოიპოვო, აღიარება მოიპოვო და ასე შემდეგ და ეფუძნება რაღაცა ტექნოლოგიებს, აბსოლუტურად ფსიქოლოგიურ ტექნოლოგიებს. და ის რომ ეხლა ჩვენ კი ვლაპარაკობთ რომ აი მცირდება მათი ჯგუფი, მაგრამ ისინი ერთ რაღაცას აჩვენებენ. ეს არის დისციპლინა. დისციპლინა ზოგადად არის აბსოლუტურად ტექნოლოგიური მოვლენა, ესეთ სოციალური მობილობის დისციპლინა, რომლის მიზანი არის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, რომ ეს ჯგუფი არის იმდენად დისციპლინირებული, რომ მისი გატეხვა თუნდაც ის მარგინალურ მდგომარეობაში იყოს, მისი გატეხვა შეუულებელია და ამას დისციპლინას ემატება კიდევ ერთი რაღაცა, რაც უკვე ჩვენ სახეზე ყო, რიტუალი. ყოველდღიურ რიტუალად აქციეს ეს პროცესი. ანუ ეს არის უკვე პოლიტიკური რიტუალის ნაწილი და მიზანი რა არის? მიზანი არის ძალიან მარტივი, საზოგადოების გამოფიტვა, საზოგადოების დახლა. და საზოგადოება როდესაც იღლება, ის საბოლოოდ, ანუ ვირუსი როდესაც ებრძვის, თუ ორგანიზმი იმდენად დაიღალა, რომ მას აღარ აქვს ძალა, იმუნიტეტი. ბუნებრივია ვირუსი საბოლოოდ გაიმარჯვებს. და მიზანი სწორედ აი ამ პროცესის არის ის, რომ საზოგადოება დაღალონ და შემდეგ უკვე ძალიან მარტივად შეიძლება უკვე манипуляცია. აი ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელსაც 1%-იანი მხარდაჭერა არ აქვს ხოშტარიაზე საუბრობ, ამ პროცესში თუ კი საზოგადოება მართლა დაიღლება. და არის ამის ნიშნები არის, შენც ხედავ, მეც ხედავ ამის ნიშნებს, ცოტა გულაცრუებული არის საზოგადოება მთელ რიგ მოვლენების გამო, ხო? ამის შემდეგ ხოშტარიასნაირი ადამიანები სცენაზე გამოდიან. აი სწორედ ამისთვის ამზადებენ ხოშტარიასნაირ ადამიანებს. როდესაც დაღლეს საზოგადოების შემდეგ, როდესაც საზოგადოების აღარ აქვს იმის უნარი, რომ გაუწიოს რაღაც წინააღმდეგობა, ამ დროს გამოდიან ესეთი მარგინალები. და ესეთ მარგინალებს სჭირდებათ მუდმივი ფინანსური მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ყველა აკეთებს ფსონს, მე ვიტყოდი, როგორც დასავლეთი ისე რუსეთი, აკეთებს ფსონს ქართული საზოგადოების დაღლაზე. და შესაბამისად ყველას ყავს საკუთარი მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ამ დაღლის შემდეგ გამოვლენ და გაატარებენ იმ ინტერესს, რა ინტერესების მათ უნდათ რომ გაატარონ. ჩემი პასუხი ესეთია ამ მოვლენას. დაღლის და აქ უფლება საზოგადოებას რომ დაიღალოს ხა ამ ბრძოლაში, მე მგონი არანაირი უფლება არ აქვს, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ეს სუვერენული ნაბიჯები, რაც იდგმება ეხა საქართველოში, ხო, ეს რუსეთსაც ძალიან კარგად ანახებს იმას, რომ ის აღარ არის ვინმესთან მართული და ვინმეს იმის ესე ვთქვათ სურვილების შემსრულებელი, ხო? ეს როგორც დასავლეთს ეხება, ესე რუსეთს ეხება პირველ რიგში რა. რომ ჩვენ აღარა ვართ ის ქვეყანა, თქვენ რომელიც ესე ვთქვათ, თქვენგან რაღაც ნაკარნახებს მიიღებს, ესე ვთქვათ და გადადგამს ის იმ ნაბიჯებს, რაც კონკრეტულად თქვენ გჭირდებათ დღეს, ხო? ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, ეხლა მაგალითად ძალიან ღირსეული პასუხი გასცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში დიპლომატიურ ფორუმზე ერთ-ერთ ჟურნალისტს და თუ შეიძლება ძალიან მე ის სიტუაცია, რასაც დაუშვათ, აი ამ პასუხით მაკა ბოჭორიშვილმა რა პასუხიც გასცა, ძალიან კარგად ანახებს იმ სიტუაციას, თუ როგორი, ესე ვთქვათ, ის არის აზროვნების და მოქმედების სტილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აი თუ შეიძლება მოვისმინოთ ეს პასუხი და შემდეგ გავაგრძელოთ გადაცემა. In Georgia, საქართველოს წინა ადმინისტრაციამ უარი განაცხადა 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე. ხომ არ გადაგიფიქრებიათ? I would refer to that format 3+. მე ამ ფორმატ 3+2 ფორმატს ვუწოდებდი, რადგან საქართველოს ამ ფორმატში არ მონაწილეობს, თუმცა იგი ხშირად 3+3 ფორმატის სახელით მოიხსენიება. საქართველოს არ არის ამ ფორმატის წევრი. In Georgia, საქართველოს წინა ადმინისტრაცია ანუ ის რომ ხო არის ესეთი აზრიც რომ დაუშვათ დღეს საქართველოში რომ აი დროზე დაგვიანებული იქნება, დროზე უნდა ჩავიდეთ რუსეთში და რაღაცა ამ 3+3 ფორმატში მაინც მივიღოთ მონაწილეობა, რომ ჩვენი ტერიტორიები მთლიანობა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყანასთან ჩახვიდე მართლა, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ანუ ეს პასუხი ჩემთვის იმდენად დამაკმაყოფილებელია, რომ
აი არ ვართ ზუსტად ეგ მუხლებზე დაჩოქილი და ესე ვთქვი მათხოვრად გადაქცეულები, რომ ყველას ვანახებთ, არა მარტო დასავლეთს რომ ჩვენ სუვერენულები ვართ რა, არამედ რუსეთსაც ვანახებთ ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ სუვერენულები ვართ და ჩვენთან ესე ლაპარაკი არ შეიძლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ გარეთ ეხა კონკრეტულია ძალები რო იძახია, რომ რუსული ხელისუფლება, რუსული მთავრობა, ხო აი კარგად ჩანს ეხა, რომ არავითარ ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკა მიგვყავს და ეს პოლიტიკა უნდა წავიყვანოთ. მე არ ამგონია რომ საზოგადოება გადაღლილია და საზოგადოება უბრალოდ სტერილური გახდა ამ ყველაფრისთვის. იმიტომ რომ გაწყალდა ეს ყველაფერი რაც ქუჩაში ხდება და არა ის რომ ხა მე ჩემ თავზეც ვამჩნევ ამას, მე კი არ გადავიღალე. უბრალოდ მომბეზდა. ეს არის ეს ყველა გადაღლილი არის რომ აღარ შეგილია და კაი გაიმარჯვე და შენი იყოს. მაგრამ უბრალოდ სტერილური გავხდი, აი უფრო იუმორით უყურებ ამ ყველაფერს გესმის? იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები ხო მთელი 30 წელიწადი ამ წნეხის ქვეშ ვართ, რომ ეს არის რუსული, ბადრი პატარკაციშვილი იყო რუსული, მაშინდელი ოპოზიცია იყო რუსული გადმოვიდა აქაც ეს 12 წელი იყო რუსული ამ დროს მთელი ის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელიც თუნდაც ქართულ ოცნებაში იყვნენ, ხო? ზოგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ზოგი თავდაცვის მინისტრი იყო, ისინი რომ გავიდნენ ქართული ოცნებიდან საბოლოო ჯამში მერე იწყებენ ამაზე ლაპარაკს, თურმე იმად არ ცოდნიათ და ეხა არის რუსული და მაშინ არ ყოფილა რა. ანუ შეიძლება ვერ დაგეთახმო იმაში, რომ საზოგადოება გადაღლილია. არა, მობეზრება არის პირველი ეტაპი გადაღლის. მე გადაღლაზე ვსაუბრობ სწორედ იმაზე, რომ ესე იგი აქ არის საუბარი იმაზე, რომ ხანგრძლივ პერიოდში, ძალიან ხანგრძლივ, ეხო ხანგრძლივ პერიოდის ომია. ხო. სუვერენიტეტის ომი არის ხანგრძლივი პერიოდის ომი. ის რომ ეხლა ახსენეთ თქვენ 3+3-ის ფორმატი და ის რომ არიან ძალები, რომლებიც მოგვიწოდებენ რომ სწრაფად მოიქცეთ. ანუ ლოგიკურია იმ მოლაპარაკებების დაწყება მე წინააღმდეგი არა ვარ, ოღონდ იმ დროს, როდესაც ეგ შენ გაწყობს. კი ბატონო, მაგას და არა იმ დროს, როდესაც შენ ის კარნახობს, მოდი დაჯექი. შენ სასარგებლოდ არ არის ჯერჯერობით გეოპოლიტიკური სიტუაცია შეცვლილი. არ არის. კი, ვაჭრობა უფრო ინტენსიური გახდა. კი, სახალხო დიპლომატია გაუმჯობესდა და ბევრი რაღაცა დადებითისკენ არის ცვლილებები, მართალია. მაგრამ არსებობს რაღაცა გეოპოლიტიკური სიტუაციები, რომელიც შენ გაიძულებს, რომ შენი ქვეყნის ინტერესების ერთგული დარჩი. ვინმე აქვს ან ყოფილა იქიდან მეორე მხრიდან რაღაცა განცხადებები, რომ თუ კი ქართული მხარე ჩამოვა ის არ აღიარეს ეს რა აღიარეს დამოუკიდებლობა უკან წაიღებენ აღიარებას არის ამაზე არ არის ჯერჯერობით არ არის ამ მესეჯებიც კი არ იყო ამის შესახებ არ იყო მესეჯები ესეთი კვეთრი და მაღალ თანამდებობის პირებმა არ დაადასტურეს ეს კი არსებობს რაღაცა იმედები არსებობს მოსაზრებები რომ ეს შეიძლება ესე იყოს მაგრამ ჩვენ ესე როდესაც პოლიტიკური თამაში თამაშობ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ გადადგა ამიტომ ნაბიჯი კი ბატონო იქნება ამის დროს მე დარწმუნებული ვარ რომ დადგება იმის დროს ოღონდ მე იმედი მაქვს რომ ჩვენ სასარგებლოდ დადგება ეგ დრო როდესაც საჭირო გახდება ამაზე საუბარი და საჭირო ჩვენ ვიგრძნობთ იმ გეოპოლიტიკურ ძალას რომ თუ კი ჩვენ დაველაპარაკებით ამ უკან აღიარებას მოახდენთ ხო და ყოველ შემთხვევაში რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეიძლება ეს დროს დადგეს, მაგრამ ეხლა რო ესეთ დრო არ არის დამდგარი, ეს ფაქტია. ამის გარდა არსებობს ერთი ესეთი მომენტი, ისინი მეორე მხარეს ცდილობს სიმბოლოების წართმევას. ყველა აი 9 აპრილზე რაც მოხდა. ნახეთ ხო, სიმბოლოების წართმევის მთელი რაღაცა ცელობა იყო. და ისინი მათ შექმნეს რაღაცნაირი სახის ნაციონალიზმი. რაღაც მე ამ ნაციონალიზმს ვარქვევ ლიბერალური ნაციონალიზმი რომელსაც სიამოვნებაში ეროვნულ ინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს და რეალურ ქართულ ნაციონალიზმთანაც არ აქვს კავშირი ჩვენ თუ დავაკვირდებით რიტორიკას აი ამ რიტორიკაში რას ნაციონალიზმის ზოგადად ახალი ნაციონალიზმის არსი რა არის ახალი ნაციონალიზმის არსი არის ახალი პოლიტიკური ერის შექმნა ან ხარ იმ პოლიტიკური ერის ნაწილი, რომელსაც ისინი წარმოვიდგნენ, საკუთარი სიმბოლოები აქვს უკვე ახალებული საკუთარი რაღაცა შინაარსები აქვს შეცვლილი ისტორიული გმირების, მაგალითად ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო მათთვის და ასე შემდეგ. და ან ხარ მტერი,
რომელიც უნდა ან მარგინალური მეორე ხარისხოვანი მოქალაქე იყო, ან რაღაცა რუსეთის აგენტია. ანუ ხმის უფლება ამ ახალ ნაციონალისტში შენ არ აქვს. ეს არის მთელი მათი ლოგიკა. ამ პროცესში დაღლას რას გულისხმობ? ანუ სიმბოლოებით ბრძოლა ამ ეტაპზე არის დაკარგული და მეორე მხრივ მართალს ბრძანებთ ჩვენ ყავს სუვერენი, რომელსაც ესმის ამ შემთხვევაში საკუთარი სუვერენიტეტის ფასი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, საზოგადოება ამ შემთხვევაში არის ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალებს დამოუკიდებლად. ჯერჯერობით არაა ძლიერი. და ეს ჩანს რამოდენიმე მომენტში. არაა ძლიერი იმაში, რომ იცით თქვენ ბევრი ისეთ ადამიანის შვილი მეორე მხარეს აღმოჩნდა. ანუ არ ქონდა საზოგადოებას იმხელა კულტურული გავლენის, ან პოლიტიკური, ან იდეოლოგიური ღირებულებებათა გავლენის რესურსი, რომ ესეთი გახლეჩვა არ დაეშვა. ანუ იმ მხარემ პოლიტექნოლოგიების მეშვეობით ეს მოახერხა. ჩვენმა მხარემ ეს ვერ მოახერხა, რომ შეენარჩუნებინა ერთობა. და ეს მოახერხა იმ პოლიტიკური რიტორიკით, იმ სიმბოლოების მითვისებით. ადამიანი, როდესაც მიდის ეს ახალგაზრდა, ელაპარაკებიან ილია ჭავჭავაძეს. მომდეც ილია ჭავჭავაძე უკვე აღარაა ავთენტური ილია ჭავჭავაძე, ეს უკვე შეცვლილი ილია ჭავჭავაძე. პატარა შინაარსი არის საჭირო შეუცვალო ისტორიულ გმირს და ის უკვე სხვა ისტორიული გმირია სიამდვილეში. და ესე არის შეცვლილი, ისინი წლებია წერენ ახლებურად ისტორიას. ისინი წლებია წერენ ახლებურად რაღაცა ბიოგრაფიებს ჩვენი სასახელო ადამიანების. მათ უკვე ახალი ნარატივები აქვთ. და ამ დროს კონტრნარატივები, კონტრპროცესები არ იქნება. იგივე არის სატელევიზიო სივრცეშიც, ხო? გადაცემის დაწყებამდე ჩვენ საუბრობდით სერიალებს. უკვე ძალიან დიდი ხანია ისინი იღებდნენ სერიალებს, ისინი იკრებდნენ მსახიობებს მათ ირგვლივ, ხო? და ისინი ქმნიდნენ რაღაცა კულტურული ცხოვრების რაღაც მიმართულებებს. და მეორე მხარე ამას თითქოს რაღაც გაორბოდა, ცდილობდა რომ ეს უმნიშვნელოდ მიჩნია. კი არსებობს, მე მესმის რომ არსებობს სტრატეგიული სიმძიმე და ეს სტრატეგიული სიმძიმე გადის გეოპოლიტიკას. არსებობს, უდაოდ არსებობს. მაგრამ სტრატეგიული სიმძიმის გარდა არსებობს კიდე რაღაცა მიმართულებები, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის და როგორც ერისთვის არის საერთოდ მნიშვნელოვანი და რომელიც შეიძლება დღეს უმნიშვნელოდ მოგოჩვენოს, მაგრამ ხანგრძლივ პერიოდში ეს არის მნიშვნელოვანი. ესეთი არის როგორც კულტურა, ისე განათლება, ისეთი სოციალური დისკურსები და პროცესები, რომელიც სხვა რაღაცაზეც გვაფიქრებინებს. ხო ხედავთ, ჩვენი საზოგადოებრივი დისკურსი შეიკუმშა ძალიან შეიკუმშულია. რაღაც ისეთ საკითხებზე საუბრობთ, ვაშაძემ რა თქვა, ხოშტარიამ რა თქვა, ძალიან იმდენად შეიკუმშულია, რომ აი ძალიან მიკვრის მთელი სამყარო ლაპარაკობს ხელოვნურ ინტელექტს. აი დღეს რაც აქტუალური. საქართველოში ამაზე არცაა პოლიტიკურ ველზე არაა საუბარი. არადა სოფლიოში საუბარი ის, ვისაც ექნება ეს ხელოვნური ინტელექტზე უპირატესობა, ის სახელმწიფო იქნება 10 წელიწადში დომინანტური სახელმწიფო. ანუ ჩვენ იმისთვის რომ ეხლა დომინაცია ნამდვილად არ გვინდა, მაგრამ იმისთვის რომ სუვერენულები ვიყოთ 10 წელიწადში. გჭირდება რომ დღეს ვიფიქროთ ამაზე. მაგრამ არა, ხოშტარიაზე ვსაუბრობთ. ანუ შეკუმშულია და ეს შეკუმშულობა ქმნის ისეთ რაღაცას, ისეთ დაღლილობას გულისხმობ ახსენეთ თქვენ მომბეზრდაო. აი ეს მომბეზრებულობის მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ აი ცნობის მოყარეობაც გიკვდება ამ პროცესში. შემოქმედებით ის უნარიც გიკვდება ამ პერიოდში. როდესაც ჩართული ხარ, მაშინ ხარ შემოქმედი, როდესაც ცნობის მოყარე ხარ, მაშინ ხარ, ხო? და როგორ შეიძლება ხა ბუნებრივია ადამიანი, ნორმალური ფსიქიკის ადამიანი დაიღლება და მობეზრდება ხოშტარიაზე ლაპარაკით, ხო? მობეზრდება. არ შეიძლება ეს წლების განმავლობაში იყო სალაპარაკო საკითხი, მაგრამ არის სამწუხაროდ სალაპარაკო საკითხი. და იმდენად დავიწროვდა, რომ ფართო სურათის ხედვის პრობლემა გაჩნდა. და დღეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაც გეოპოლიტიკაზე ველაპარაკოთ, აი ადამიანები იმდენად დავიწროვებული არიან, რომ ვერ ხედავენ ამ გეოპოლიტიკურ სურათებს. ვერ ხედავენ, რომ ის გუშინდელი დასავლური ჰეგემონია უკვე აღარ არის. არ აღიარებენ იმას, რომ აი ავღანეთიდან ესეთი კატასტროფა მოხდა, თვითმფრინავებიდან ხალხი ვარდებოდა, ხო? და ეს რატომ მოხდა? 2 ტრილიონი დოლარია დახარჯული ავღანეთში იმისთვის, რომ ავღანეთში თალიბანი არ მოსულიყო. როგორც კი გავიდა ჯარი, აბსოლუტურად წინააღმდეგობის გარეშე
თალიბანი დაბრუნდა. და ის მიმზიდველობა, რაც დასავლეთს ჰქონდა კულტურული მიმზიდველობა ამ წლების განმავლობაში, მთელ რიგ რეგიონებში დაკარგა. ამის გარდა დაკარგა ეკონომიკური სიმძლავრეც, წარმოების სიმძლავრეს, ხო ის ჩვენ რო გვაცვია რაღაც დასავლური ბრენდები, სიამოვნებაში ჩინეთშია უმრავლესობა ის შეკერილი და ქარხნები ჩინეთშია, ხო ის iPhone-ი იქნება თუ სხვა ისეთი ტექნოლოგიები. და ჩვენ ხედავთ რომ უკვე სამყარო არის განსხვავებული და ამ განსხვავებულობას არ აღიარებენ დისკურსში. Δηλαδή რო დაუჯდე ადამიანს და უთხრა რომ აი სამყარო შეიცვალო არ აღიარებს ამას დისკურსში. არა ფაქტები წინოდებს. და მე როდესაც ეს პოლიტიკური იდენტობის ნაწილია ადამიანები ფაქტებს უარყოფს. აი ეს ახალგაზრდა ფაქტებს უარყოფს. და იმიტომ კი არა რომ ის ცუდია და არაზრუნებს. აზრუნებს, მაგრამ ეს უკვე მისი იდენტობის ნაწილია. ეხლა როგორც რაც არ უნდა იყოს, მე ვერ მათქმევინებთ რომ ქართველები რაღაც შეცდომა დაუშვეს 92-93 აფხაზეთში. იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა ეს ჩემი სამშობლოა და ყოველთვის მის გვერდზე ვიქნები. ისე არის ესენის მისთვის ესეთი როლი აქვს დასავლურ ესე იგი იდენტობას. რომელიც გამოგონილია კვლავ ვიმეორებ დასავლური იდენტობა, რეალური დასავლური იდენტობა რო იყოს, დასავლეთში არის ისე აგებული, რომ თვითონ დასავლური ცივილიზაციის კრიტიკაზე არის ამოზრდილი დასავლეთი. და ამათ არ შეუძლია დასავლური ცივილიზაციის კრიტიკა. არ შეუძლიათ უარყოფითი მოვლენების კრიტიკა. მათთვის რაც ხდება დასავლეთში ყველაფერი ჭეშმარიტ რაღაც 60-დან გადმოსული სიბზნე არის, რომელიც არ არის ესე. მათაც აქვს თავიანთი კრიზისები, მათაც აქვს თავიანთი პრობლემები. კი, დღეს შეიძლება ქართულს ეს მოიჩვენოს რაღაც უმნიშვნელოდ, მაგრამ არა ეს უმნიშვნელო პრობლემები. იყო კვლევები, ხო? რომ 2030 წლისთვის თუ ესე გაგრძელდა თეთრების რაოდენობა მაგალითად შვედეთში განახევრდება. ეს ჩემი კვლევა არა, ეგ ევროკავშირის კვლევაა. და 80 წლისთვის საფრანგეთისა და გერმანიის მოსახლეობა შეიცვლება კარდინალურად. და ეგ შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ არაა პრობლემა, მაგრამ ჩვენთვის ეს პრობლემაა. ჩვენთვის ეს პრობლემაა, იმიტომ რომ ეს ცვლის როგორც კულტურულ ფონს, ისე ცვლის ისე აჩვენებს რომ სამყარო უსამართლოა, რატომ მიდის ეს ადამიანი მესამე სამყაროდან დასავლეთში, იმიტომ რომ უსამართლოა გადანაწილებული დოვლათი. რა უნდა? რატომ წავიდეს? ამის გარდა დემოგრაფიული პრობლემებია, რომელიც ფაქტია საქართველოსაც აქვს. ჩვენ თუ ავიღებთ დასავლურ ჰეგემონიას, როდესაც იყო ყოველი ეგ არის მე-16 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე ყოველი მე-4 ადამიანი სოფლიოში იყო ევროპელი. დღეს როგორ არის? დღეს აფრიკის მოსახლეობა უფრო ჭარბია და უფრო იზრდება ვიდრე ევროპელები არის. ანუ დემოგრაფიულად ცირდება, კულტურული გავლენებს კარგავს, ეკონომიკურ გავლენებს კარგავს. რჩება სამხედრო ძალა, შეერთებულ შტატებს რა თქმა უნდა რჩება სამხედრო ძალა, რჩება პოტენციალი, მაგალითად ამერიკა ევროპასთან შედარებით უკეთესადაა, რა თქმა უნდა. რჩება რაღაცა გავლენები, აგენტურული გავლენები, მაგრამ ეს აღარ არის ის ამერიკა, რაც 90-იან წლებში იყო. ეგ არ არის ერთპიროვნული მართველი, რომელსაც შეეძლო ელცინისთვის ეთქვა რაღაცა და რასაც ეთქოდა, იმას ელცინი გააკეთებდა. არ არის ესე. დღეს გამოჩნდნენ დღეს არის ეპოქა მტაცებლების. და მე არ მიხარია ეს ეპოქა, მაგრამ მე იმედი მაქვს, იმიტომ რომ ხედავ რომ ძველმა წესრიგმა საქართველოს სიკეთე არ მოუტანა. ობიექტურია, შეიძლება დასავლეთი გამდიდრდა ამით, მაგრამ საქართველო გაღარებდა, ხო? 90-იან წლებიდან დღემდე არ ვერ შექმნით ისეთი ძლავრი ეკონომიკა, იმიტომ რომ ესე იყო გადანაწილებული სოფლიო ეკონომიკა. გაჩნდა დღეს რაღაცა ბერკეტები, შუადარე ფანის პროექტი გაჩნდა ჩინეთსა და ევროპას შორის. სადაც შეიძლება მე სწორედ ამაზე მაქვს და ამაზე ვამყარებ იმედს, შეიძლება რომ საქართველოს გამდიდრდეს და საქართველოს იშოვოს ფული და ქართველებს აღარ მოუწიოთ ესეთი მიგრაცია, რომ კატასტროფულია ეხლა ბუნებრივია, შეუძლებელი არ აღიარო ის, რომ მიგრაციის დონე არის. მე სხვადასხვა ვამბობდი იმას, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებზე და ამაზე ბევრმა გამლანძღას. 2 წლის წინ თქვია ეს და ბევრმა გამლანძღა მაშინ, რომ რაც უფრო მოხდება დაახლოება დასავლეთთან, მით უფრო მიგრაციის პრობლემები იქნება. რა თქმა უნდა იქნება. და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები ვახსენე, ბულგარეთი ვახსენე, ბალტიისპირეთის ქვეყნები ვახსენე, რუმინეთი ვახსენე
რატომ ხდება ეს? ხონდა დაისვას შეკითხვა თუ ესეთი იდეალურია, ხო? იმიტომ ხდება, რომ თვითონ ევროკავშირში არ არის ისე გადანაწილებული კეთილდღეობა, როგორც უნდა იყოს. ცოტა იმპერიალისტური მიდგომებია. ავიღოთ საბერძნეთს რაც უქნეს და ასე შემდეგ. ანუ იმისთვის რომ შენი საზოგადოება შეინარჩუნო აქ, შენ რაღაც შენი კულტურა განავითარო, შენი ინტერესებით უნდა იმოქმედო და არ უნდა მიედო ბრმად. იმიტომ ბრმად ვინც მიედო, მაგრამ გაიღუპა. ბულგარეთმა დაკარგა საკუთარი სოფლის მეურნეობა, რომელიც ძლავრი ჰქონდა სოციალისტურ პერიოდში, დაკარგა. და შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ პენსია მაღალია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საქართველოსთან შედარებით მაღალია, მაგრამ ის რომ 3 მილიონი რატომ შემცირდა მაშინ ეგრე ვთქვათ, რატომ შემცირდა 3 მილიონით, 4 მილიონით, 3 მილიონით ბულგარეთი, 4 მილიონით რუმინეთი და ასე შემდეგ. რატომ მცირდება ეს საზოგადოებები? ხო უნდა დაისვას ეს შეკითხვა, ხო? რატომ ესე ჩვენი მიზანი ის არის რომ აქ საქართველოს იყოს პანსიონატი და ახალგაზრდები წასული იყვნენ აქედან. ეს არის ამ ქვეყნის მიზანი. არ არის ეს ამ ქვეყნის მიზანი, ხო? არ უნდა იყოს ეს ამ ქვეყნის მიზანი. მაშინ სხვანაირი ურთიერთობების ფორმები ვნახოთ და სხვა გზები ვნახოთ და მე მაქვს იმედი რომ ეს სატრანსპორტო გზა შექმნის საწარმოებს შექმნის რაღაც ეკონომიკურ სიმძლავრებს, სადაც ახალგაზრდას აქ დატოვებ, აქ დაასაქმებ. მითხრა სხვამ რა გზა არსებობს თუ უფრო ეფექტური გზა იცის მათ და კი ბატონო იცი რა არის ქართული ახალგაზრდას ეხლა ეკონომიკური ლოგიკა გასაგებია რომ მას არ მოეთხოვება ეს მაგრამ არის ისეთი რომ აი აქ ცოტას მეხდიან წავიდე დასავლეთში უფრო რეალიზებული ვიქნები არის ამაში სიმართლე მაგრამ აქ არის კიდე ერთი მომენტი რომ დარწმუნებული ხარ იმდა საქართველოს ვერაზოს ვერ იშოვებს, რამდენსაც პირობითად შეერთებულ შტატებში იშოვებს. იმიტომ რომ ყოველთვის უფრო მდიდარი იქნება, მაგრამ არსებობს კიდე ერთი მომენტი, რომ ეს არის რაღაცა ლოიალობის განცდა სამშობლოსადმი, რომ შენ აქ იმიტომ კი არ რჩები, რომ რაღაცა ეკონომიკურად მაინც და მაინც გაიქნები, არამედ ელემენტარული სტაბილურობა გჭირდება და ამ სტაბილურობის ფარგლებში შენ იქნები, იმიტომ რომ იქ გამოგწურავენ შეეკითხა შრომითი მიგრანტებს. ის არ არის სფერო, თქვენ გაერთოთ და ასე შემდეგ. ის არის სფერო, სადაც შრომა გიწევს ძალიან სერიოზულად. ფაქტია, რომ აი ამ ყველაფერზე აქ ლაპარაკი არ მინდის და ფაქტია, რომ ისევ იმ დღის წესრიგში ვართ ჩატოვებულები, რაც უნდათ გარეთ, რომ იყოს აქ დღის წესრიგი. ხო, იგივე, რასაც შელაპარაკობ ამ ხოშტარიაზე ლაპარაკი იქნება თუ აი ამ ვაშაძეებზე და იგივე დღის წესრიგი და იგივე აი რას დღეს ხდება, ხო? იწილო-ბიწილოს ამბავი. ანუ ის რომ რაღაც ძველი წესრიგი ინგრევა და რაღაც ახალი თემები უნდა შემოვიდეს, თუნდაც მედიაში რომ გაირჩეს ეს თემები და რა თქმა უნდა უკეთესობისკენ წავიდეს ეს ყველაფერი, ხო და ძალიან ბევრი თემა არის ისეთი, რომ შეიძლება რომ ამაზე იყოს ლაპარაკი ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ ვერ ვწდებით. აი ამ დღის წესრიგს, რაც არის შემოთავაზებული გარედან, ვერაფრით ვერ ვწდებით ამ დღის წესრიგს და იმიტომ ვართ საბოლოო ჯამში ამ დღეში. არის ხალხი, რომელსაც ახსოვს მთელი ეს 30 წელი და არაფრით აღარ უნდა რომ იგივე შეცდომა დაუშვას და აღარაფრით აღარ უნდა, იმიტომ რომ იცის რომ აქ არეულობა ნიშნავს აბსოლუტურად კიდე უფრო მეტ ბოროტებას, კიდე უფრო მეტ დაკარგულ ტერიტორიას, კიდე უფრო დაჩაგრულ ხალხს, კიდე უფრო ტყვიას, ბომბას და უბედურებას, არ ვიცი, ღმერთმა დაგვიფაროს და არის ხალხი, რომელიც აი ამ თავისი იქიდან შემოდინებული დღის წესრიგით, ესე ვთქვათ, პატრიოტული თავის ჭკუაში, ურაპატრიოტული მესიჯებით, ხო, იგივე სიტუაციაში გვაბრუნებს. ისე რომ თვითონაც არ იცის, რომ იგივე სიტუაციაში გვაბრუნებს რა. ანუ ის აღტკინება, რომ როგორ აბარა მინდა ომი, აბა არ მინდა, ეხლა 3 მილიონიანი ქვეყანა რომ უყურებს რა ხდება ეხლა რუსეთ-უკრაინის იმაზე და ამას რო იტყვის. შენ წარმოგიდგენია იმის გონებაში რა ხდება? ხო და ვერ გავწდით ამ დღის წესრიგს და როგორ შეიძლება ეს და არ ვიცი, ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია, რომ როგორ შეიძლება ეს მორჩეს საერთოდ და გადავიდეთ მართლა ის რაც ღირებულია იმაზე სალაპარაკოთ, იმის გასაკეთებლად, ამას სჭირდება ერთობა. მე მგონია ეგ რატომაც ხდება, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური ტექნოლოგია. ისინი ის მხარე აფინანსებს
ჟურნალისტებს, პოდკასტებს ასე შემდეგ, რომ ბევრ მხრიდან ინტერნეტი იქნება და ასე თუ ასე შემდეგ იყოს საუბარი იმ საკითხებზე, რაც მისთვის არის აქტუალური და მას სჭირდებათ. კონტრზომები, ანუ სარკისებურად უნდა იმოქმედო ამ შემთხვევაში, მე ესე მგონია, შენც უნდა შექმნა ეგეთი ფონდები, რომელიც დააფინანსებს პოდკასტებს, იმებს, ამებს, არა აუცილებელი მათ წინააღმდეგ დააფინანსოს. არა აუცილებელი. აი ჯგუფი დააფინანსე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პირობითად, ხელოვნური ინტელექტზე ილაპარაკს. ჯგუფი დააფინანსე, რომელიც ქართულ კულტურაზე ილაპარაკს. ანუ გააჩინეს სოკოებივით ამოვა ქართულ საინფორმაციო სივრცეში, გააჩინე ქსელები, სადაც სხვა რაღაცაზეც ილაპარაკებენ. აი თქვენთანაც იყო ჩემი მეგობარი ლუკა ეხვაია, მაგრამ წამოიწყო ეს პროექტი. მაშინ არ ლაპარაკობდნენ ესე ინტენსიურად ესე საკითხებს. უცბად ერთმა კონტენტმა გააჩინა რაღაცა მიმართულებები, ჩინეთთან მიმართულებები, ხო? შექმენი ესეთი ფონდები, რომელიც ესეთ ადამიანებს დაეხმარება, რომ შექმნან ბევრი ესეთი კონტენტი. აქ ხშირად არის ესეთი ის, რომ რაოდენობა მე გადადის ხარისხში. მათ ესე აქვთ. რაოდენობა გადაიყვანეს ხარისხში, ანუ როდესაც ერთი მხრიდან გეცვს რუსეთუმე, ესე ხდება ხოლმე. და გააჩინე მეორე ის, რომ სხვა აზრი გააჩინეს, რომ ადამიანი ყოველ ფეხის ნაბიჯში შეეჯახოს სხვა აზრსაც, მარტო იმათ აზრს არ შეეჯახოს. ამაზე წლების განმავლობაში არ უმუშავია არავის, ესაა პრობლემა. ხო, მაგრამ არ იქ იმაგის რესურსი ადამიანური, იმიტომ რომ ნიჭიერი ადამიანი ქვას გახეთქავს, ყვავისა ბალახი და ამოდის, ხო იცი და მაინც ჩაას ყველა ვარიანტში. რაც არ უნდა არ კონდეს რესურსი რა, იმას TikTok-ი მაინც აქვს, რომ ტელეფონს დააჭიროს ხელი და თავისი აზრი თქვას რა. მე არ მგონია, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობაც მგონია იმისი, რომ დაუშვათ ეს ბევრი რაღაც ესეთი ნიჭიერული ამბები გააჩინო და რაღაცა რა. არა, რაღაცნაირად ამას როგორ არ ყვევ გაქვს თუ არა რესურსი, სანამდე არ დაიწყებ ამაზე ძიებას. ანუ ხო უნდა გამოჩნდეს ადამიანი, ხო ეხლა თავისით. ნახეთ, რაღაც პატარა ყლორტი მაინც ხო უნდა გამოჩნდეს რაღაცა. თქვენ თუ ანალიტიკურ სივრცეზე საუბრობთ, ანალიტიკურ სივრცის ფსიქოლოგია ძირითადად არიან ინტროვერტი ადამიანები. ინტროვერტი ბუნებრივად ინტროვერტები უმრავლესობა. ანუ ჩაკეტილი ტიპები არიან უმრავლესობა, ესე არის. და შენ თუ აი სააკაშვილმა ეს გააკეთა, რომ ნახა რომ ინტროვერტი ტიპები მიაბა საკუთარ თავს. მიაბა, მიცარ რესურსები და დღემდე ის ადამიანები არიან მისი, ესე იგი, ერთგულები. ინტროვერტი ადამიანის დამოუკიდებლად რეალიზაცია უჭირს. რატომ არის რომ აი დღეს ყველაზე ნაკლებად ისთვის მეცნიერების ხმა? აი სახეობების ხმა ისმის პოლიტიკოსებს, იმიტომ რომ მეცნიერები თავის ხასიათით უფრო მეტად არიან ინტროვერტები. მაგრამ აი ლუკა ეხვაია ახსენდა, აი ლუკა ეხვაია გამოჩნდა თავისით, ხო? და მე წავიდა ამით. ეს ერთია, მაგრამ დამიჯერეთ, ცოდნით და ასე შემდეგ, ბევრი არის ესეთი, რომელსაც შეწყობა ჭირდება. ანუ სახელმწიფო აბა ესთვის აგვაქვს, რომ ეს ადამიანებს თუ არ შეუწყო ხელი, თავისით ეს ბაზარზე, როდესაც მოთხოვნა არის ის, რომ შენ, ესე იგი, რუსეთმა დაუძახო ხელისუფლებას ლანძღო, ხო და რეალიზების საშუალება და ამ შემთხვევაში ფული იქიდან მოდის, რეალიზება იქიდან მოდის და ასე შემდეგ, ვერ შექმნი ესე მასშტაბურად. ეკნებიან ესეთი 1-2 ადამიანი, მაგრამ მასობრივად ამას ვერ გააკეთებ. და რატომ უნდა გამოიგონოთ ველოსიპედი ახლებურად, რაც იმათმა გააკეთეს, ავტომატურად შენც იგივე უნდა გააკეთო. მე წინააღმდეგი ვარ და ეს არასდროს არ მუშაობს, რომ რაღაცა ხელისუფლების დიდება ამღერო ადამიანს. არასდროს არ მუშაობს და არასდროს არ უმუშავია. არა, ადამიანები არსებობს, მე ვიცი, მაგ სივრცეში და მაგ ურთიერთობა, არსებობს განსხვავებული აზრები. შენ საზოგადოებაში ხა გჭირდება განსხვავებული აზრების და მრავალფეროვნება გჭირდება. აი ეს რომ მათ დაიყვანეს ერთ აზრამდე ეს დისკურსი, ეს სპეციალურადაა გაკეთებული. შენი მიზანი ეს კი არ არის, რომ ამის საწინააღმდეგოდ გააკეთო, რომ ხელისუფლება აქ ქონდა ადინო. არა, შენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანებმა დაიწყოს ღიად საუბარი იმაზე, რაც მართლა აინტერესებთ მათ. და ადამიანების უმრავლესობას არ აინტერესებს ის საკითხები და ეს აჩვენა. ბევრმა საკითხმა აჩვენა ის, რომ აი მაგალითად სასამართლოზე აქვს ხო ძირითადად აქცენტი. სოციალური კვლევა იყო მე 14 ადგილზეა. ანუ დღეს ქართულისთვის სასამართლო არაა პრობლემა. ბევრი მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ეგ იდეალური სასამართლოა, მაგრამ თუ დამოუკიდებლობიდან დღემდე ავიღებთ, დღეს არა ქართული უმრავლესობისთვის ეს პრობლემა. ანუ პრობლემას არის მეორე ადგილზე არის უმუშევრობა და სოციალური საკითხები. ამაზე პოლიტიკური, ესე იგი, დისკურსი არ ეხება ამ საკითხებს, ხო?
ამიტომ უნდა მიცეს საშუალება რომ სხვა დისკურსის გაჩნდეს. მე ამას უყურებ როგორც პოლიტექნოლოგიურად. ეს არ არის ბუნებრივად გაჩენილი რეალობა. მათ ტრენინგები ჩაუტარეს იმისთვის რომ შენთან დისკუსიაში არ შემოვიდნენ. მათ ტრენინგები ჩაუტარეს იმისთვის რომ შენი ფსიქოლოგიური რაღაც თავდაცვითობა და გრძნობელობა გატეხონ. ყოველდღე დაგეძახონ რუსეთუმე მოვიდნენ რა გლანძღონ სახლის წინ შულთან ერთად რაღაც შეურაცხყოფა მოგაყენონ და ასე შემდეგ. ეს ხო ბუნებრივად ადამიანს არ უჩდება. თუ ვიღაცა მართლა რაღაცა ტერიტორია ამ დროს აი ეს არის ბაჩუახალაია ჩვეულებრივად დადის ქალაქში. ეს პრობლემა ანუ ის ვის რეალურად რაღაც ჩაედინა მკვლელობები და საშინელებები ხო? იმასთან ამ ჯგუფებს არანაირი პრობლემა არ აქვს. დადის ადამიანი და განსხვავებული აზრის წარმომადგენლებთან აქვს ეს პრობლემა. არის კაი მაგალითად არ მოგწონს ვატო შაქარიშვილი ხო? მაგალითად არ მოგწონს და გვინდა რომ მივიდეთ და მონა დაუძახოთ. ხო. დაუშვათ. ავიღოთ აი შევადაროთ მისი და ბაჩუახალაიას საქმეები. აი როგორ შეიძლება უბრალოდ ფაქტების დონეზე შენ არ კონდეს რეაქცია ამასთან მიმართებაში და კონდეს იმიტომ რომ განსხვავებული პოზიცია გაქვს მასთან მიმართებაში. ანუ არ ახარ გულწრფელი ხო? არ ახარ თანმიმდევრული არ ახარ. მაგრამ სამაგიეროდ მოქმედებ პოლიტექნოლოგიური ბიზნესით. შენი მოწინააღმდეგე მაქსიმალურად ის გააკეთე მარგინალიზაცია მოხდა. ხო, მაგრამ აღარ ჭრის ეგ მოქმედება და ეგ მიზნები რა. ეგ გაშიფრული ამბებია უკვე რა. გესმის, აი გაწყალდა ესე ვთქვათ, ეს რუსეთუმეც გაწყალდა, მონამონას დახილიც გაწყალდა, რუსული მთავრობაც და ხელისუფლებაც არაფერი ანუ კი, რამდენი ხარ, რაც უფრო მეც იძახებ, მით უფრო გაწყალდება, ხო? მით უფრო აქეთ ამ მხრიდან მოდის ნეგატიური ამბავი. რაც უფრო ევროპიდან აგვიგრძალავენ, აი იმას იქნავენ, მით უფრო აგრესია მიდის ჩვენი ხალხისგან და საზოგადოებისგან მათი მისამართით, ხო? ანუ აღარაფერი აღარ ჯერავთ მათი, უსამართლოდ რო ექცევიან, გრძნობენ. ანუ აქ პირიქით უფრო ძლიერდება საზოგადოება, რაც უფრო მეტი ცუდი წნეხი და უსამართლო განცხადებები და რეზოლუციები მოდის საქართველოს მისამართით, ხო? ეს ხო არ მუშაობს და თვითონ არიციან რომ ეს არ მუშაობს. არ მუშაობს ელემენტარულად საზოგადოება. სამაგიეროდ საზოგადოება ამ პროცესში დაკავებულია მაგით და როგორც ითხარი, არ აქვს იმის პოტენციალი ამ შემთხვევაში, ანუ რესურსული პოტენციალს გულისხმობ, რომ სხვა საკითხები წამოაყენოს. ანუ ეს ამიტომ მუშაობს. ის რომ ეხლა შეიძლება ის მიზნებს ვეღარ აღწევდეს, რა მიზეზს მიაღწევდა მაგალითად 2-3-4 წლის წინ, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოება გაიზარდა, მაგას არავინ არ უარყოფს. ქართულ საზოგადოება არის გაზრდილი. მაგრამ საზოგადოებას ხო ჭირდება საკუთარი მესიჯები პოლიტიკურ კლასთან. ხო არ შეიძლება სული იყოს აი ესეთ მომენტში. ხო უნდა დაუყენოს მარშრუტ მართლ კლასს, რომ იცი რა, აი განათლების სისტემაში რაც ხდება, ეს არ მომწონს. ეხლა ეს იმიტომ არის ესეთი პასიური მდგომარეობაში, რომ ეგზისტენციალური საფრთხე გვაქვს. ანუ საზოგადოებას არ ჭირდება მარტო ნეგატივ თამბძოლან, საზოგადოებას ჭირდება პოზიტიური დღესასრიგის შემოტანაც. პოზიტიური დღესასრიგი კიდე მოითხოვს 7 გარემოს. 7 გარემოს მოითხოვს. აი ობიექტურად მოითხოვს 7 გარემოს. აი მე არ შემიძლია თეატრზე საუბარი. მე არ ვიცი იქ რა ხდება ახლა მთელი ამბავი რომაა დაწყებული, ხო? მაგრამ ეს რომ ნორმალური პროცესი იყოს, მაგ სფეროს ადამიანები დაждდებოდნენ, ისაუბრებდნენ და საზოგადოება გაიგებდა, ვინა ამ სფეროში, ვინა მართალი, ვინა მტყუარი, რატომ ხდება ესე? შეიძლება იმისთვისაც გაგვეგო. რატომ იქნებ იმას სხვა გაჭირვება აქვს და ესეთი ფორმით მოახდინა სხვა პოლიტიკურ დღესასრიგში აღმოჩნდა. იქნებ იმას ობიექტურად სხვა პრობლემები აქვს. ანუ ეხლა საზოგადოებას არ ამგზავრობა, რომ იმ სხვა პრობლემები გაიგოს. იმიტომ რომ ესეთი რეალობაა. მაგრამ მე ხვდები რომ შეიძლება და არ გადაუსვამ იმ საზოგადოების ნაწილს ხაზს, რომ ისინი მტრები არიან უსამშო. არა. მე ხვდები რომ იმ საზოგადოების ნაწილში არის რაღაც უკმაყოფილება, რომლის გამოთქვაზე ისინი ვერ ახერხებენ. იმიტომ რომ არსებობს პატარა ჯგუფი, პოლიტექნოლოგიურად ორგანიზებული ჯგუფი, რომლებიც მათ უკმაყოფილებას სხვა რაღაცაში თარგმნიან.
და მე მინდა რომ იმ მსახიობებს, იმ ადამიანებს კონდეს იმის რესურსი, რომ საკუთარი ავთენტური უკმაყოფილება, რაც რეალურად გააჩნიათ. ის თქვან არ მოწოთ დაბალია ხელფასები, თქვან ეს და რაღაცნაირად მოდი მაშინ საზოგადოებამ ვიფიქროთ, რატომ უნდა იქონოს მსახიობს დაბალი. მიმაჩნია რომ არ უნდა ქონდეს და პირიქით ამ მოთხოვნების გვერდზე ამ მოთხოვნებს აბსოლუტურად დაუჭერდი მხარს. ბუნებრივია. უნდა რომ სხვა პროექტები უფრო მასშტაბური პროექტები იყოს, კულტურული პროექტები, როგორც ადრე იყო. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამას მხარი არ დაუჭირო. უნდა რომ სხვანაირი იყოს თეატრი უფრო მდიდრული და რა თქმა უნდა ამაში ხარს დაუჭი. ანუ თუ მათი რეალური პრობლემები წინ წამოვა და მათ საშუალება ექნებათ ამის, რა თქმა უნდა, ეს უკვე ტერი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც აწუხებს საკუთარი პრობლემა და ის არის ადამიანი, რომელსაც მე სოლიდარული ვარ. მაგრამ როდესაც ის ადამიანი გამოდის და მეუბნება, რომ შენ რუსეთუმე ხარ, იმიტომ რომ განსხვავებული ხარ, ავტომატურად ტრულ რეჟიმში გადავდივარ. კი ბატონო, რა არის, აი ხა ხშირად უკვირდები ხოლმე რა, ეხლა იმაზე გვხვდება ხოლმე გინდა YouTube-ზე, გინდა TikTok-ზე, ხა არიან ახალგაზრდები, ადამიანები, ვინც იძახის და ვინც ყოველთვის იძახის იმას, რომ დაუშვათ აი უფრო სოციალურ თემებს იმაშება, განიხილავს და აქ არის გამოსავალი და ეს მოთხოვოთ მთავრობას და ეს არის და ბააკებზე იძახის, რომ უსამართლოები არიან და რა თქმა უნდა, ხო, ეს არის ეგეთი დაუშვათ მშრომელებზე რომ ლაპარაკობენ, იგივე არჩიბალდ მეკეში არის, იგივე რეზიკა არანაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არის მინებიან. ეს მოთხოვნილება არ არის ხალხში თუ რა, აი წარმოდგენა არა მაქვს, გესმის? უნდათ რომ ახალ ეტაპზე გადაიყვანონ, რაც მთავარია და კარგია, დისკუსია, დიალოგი, რომ მოდი ესე ვთქვათ, ამ ხრით შეუტიოთ ხელისუფლება იქნება თუ მთავრობა იქნება, დაანებეთ ამას თავი, ხო, ამ ყელში ამოსულ თემებს და მოდი, მაგრამ არ უნდათ, არის მინებიან, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ არის. ანუ ოპოზიციის, ნახე, ოპოზიციის დასაყრდენი ხო ძირითადად არის საშუალო NGO კლასი, ნუ კიდე სხვადასხვა, ნუ საშუალო ფენა ძირითადად რა, რომლის შემოსავალი არ ამ გრანტების სისტემიდან იყო, ან სახელმწიფო რაღაცა სტრუქტურებიდან იყო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი ინტერესი, პოლიტიკური ინტერესი არ ემთხვევა დანარჩენი საზოგადოების ინტერესსაც. მათ მიაჩნიათ, რომ იმ უკმაყოფილებებსაც ისინი გადათარგმნიან როგორც მათ უნდათ. ამას ეს აკეთებენ. ანუ აქ პრობლემა ვიცნობ რეზის ჩემი მეგობარია. პრობლემა არის ის, რომ ესეც აკითხებს ინტელექტუალები და ან თუნდაც ეს ბლოგერი იქნება თუ პოდკასტერები ვერ წაწევენ წინ. ამას უნდა პოლიტიკური პარტია, ამას სჭირდება რაღაც სხვა რაღაცა. მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიაც ისეთი ამბავია, რომ ესე მარტივად ესე ვერ შეიქმნება, ხო, იმას რესურსი ჭირდება, ფული ჭირდება, დაფინანსება ჭირდება, ისინი ჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ არის ესეთ ჩაკეტილი წრე, რომ ზუსტად ეს აი ვერ გავდივართ, ფული არ არის აქ ქვეყანაში, ორი ფულია რა, სააკაშვილის ფულია და აქეთ არის ხელისუფლება და ივანიშვილი, ხო? მეტი ფული არ არსებობს და შენ როგორ გინდა რომ ეხა ადამიანებს მოთხოვო რომ 3500 უბანი გახსნან და პოლიტიკური პარტია გახსნას და ელემენტარულად აი ამ წრეში ვტრიალებთ რა, არ არის რა, ისევ და ისევ ისინი თუ გახსნიან თავიანთ ოპოზიციას, ან თავიანთ იმას რა ქვია. სხვა გამოსავალი არ არის ელემენტარულად. ხო, მაგიტომაც არის პოლიტიკურ ჩიხში ამ შემთხვევაში. ანუ ისაც კი ეხლა მაჭავარიანის შვილმა შექმნა რაღაც პარტია. ანუ ეს ახალი პარტიების რო იქნება, იმ ძველი პარტიების კოპირებით ხდება. ანუ არანაირი ან ერთს ეწეპება, ან მეორეს. ან ნაცებს ეწეპება და ან კოცებს, ხო? სიახლესაც კი არ ამბობს. ანუ ადამიანები აი მე რო გაანალიზო უბრალოდ რას ამბობენ და რა რიტორიკა აქვს. უბრალოდ ვერ ხვდები რა განსხვავება ამ ძირითად პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. აი რა განსხვავება მითხარ კი ერთმანეთში კინკლაობენ, ერთმანეთი შეიძლება პიროვნულად არ მოწონდეთ, მაგრამ პოლიტიკურად რა განსხვავება მას შორის? არაფერი. აბსოლუტურად კლონი პარტიები არიან. აბსოლუტურად კლონი პარტიები არიან. და ეს ქმნის პოლიტიკურ ჩიხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით პოლიტიკურ ჩიხში, სადაც საზოგადოებრივი დისკურსი მიითვისა რაღაცა ჯგუფებმა, რომლებიც არ გამოხატავენ უმრავლესობას. უმრავლესობაც კი არა მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილსაც არ გამოხატავენ, აქვს საკუთარი დღესასრიგი და აი ყოველთვის ეს მიგვირს, რომ ის ადამიანი, რომელიც აი გახარიაზე გადავიდა ოპოზიციაში, იყო ოცნების წევრი,
სხვა რაღაცა ხო შეგეძლო გეთქვა, სხვანაირად ხო შეგეძლო დაგეყენებინა საკითხი, ქონდა რაღაცა რესურსები, ქონდა ისტორია, ქონდა რაღაცა სხვა ნიშა დაგეჭირა ხო? არა, ისევ მაგათ ნიშაზე ხო და ეს ქმნის ესე იგი იმის განცდას ხო შემთხვევაში მე ამ ეს დადასტურებულად ფაქტად არ ვიცი, მაგრამ ესე გამოდის რომ ესე იგი არსებობს რაღაცა დამფინანსებელი, არსებობს რაღაცა ეს დამფინანსებელი ხის კონკრეტულ დღესასრიგისთვის და ყველა მე არგება ამას. ანუ სხვანაირად ეგ არ იხსნება სხვანაირად, ხო? იმიტომ რომ ლოგიკურია, როდესაც შენ ხედავ რომ სოციალურ გამოკითხვებში პირველი ორი საკითხი არის სოციალური საკითხი და უმუშევრობის საკითხი, ხო? და ამაზე არ აკეთებ და ხმას არ იღებ, ანუ არ მუშაობ იმ ადამიანების უმრავლესობაზე, რომლებსაც აწუხებს ეს საკითხები, ხო? და საუბრობ რაღაცა იმ საკითხებზე, რომელიც არის მე-12-მე-14 ადგილზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ საზოგადოებაზე კი არ მუშაობ დონორზე. დონორზე, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ეგ სიტუაციაა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ნუკრი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და მე მინდა რომ საზოგადოებასაც უთხრა და რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ვისაც მართლა გულით უნდა რომ რაღაცა პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიცვალოს, ხო? და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიცვალოს და გაჩნდეს რაღაცა მართლა ამ ქვეყანაში, ხო, რომელიც ძალიან ძნელია. იმიტომ რომ როგორც კი გაჩნდება რაღაცა, ან ერთ მხარეს მიაწეპებენ, ან მეორე მხარეს გამორიცხულია, რომ ეს იმის ფულით ხდება, ან ეს იმის ფულით ხდება. აი ეს არის ყველაზე უფრო დიდი თავსატეხი დღევანდელ ჩვენ ქვეყანაში ამ მოცემულობაში, რომ არ არსებობს ისეთი რაღაც ნიშა და ისეთი ადამიანი გამოჩნდეს და ადამიანთა ჯგუფი გამოჩნდეს, რომელსაც დაუშვათ თავისი რესურსი იქნება და ან ერთ მხარეს არ მიაწეპებენ და ან მეორე მხარეს. ასე რომ ვიფიქროთ აი ამ ყველაფერზე, თორემ სალაპარაკო მართლა ძალიან ბევრია და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ესეთი სიტუაცია არის, ჩემი აზრით მაინც არ არის ისეთი გამარგინალებული დაუშვათ დღევანდელი საზოგადოება თვითონ ქართველებს ქართულ ხალხს გულისხმობ, პირიქით ძალიან გაზრდილია და აბსოლუტურად ზუსტად აღიქვავს ყველაფერს, რა ხდება, როგორ ხდება და საით უნდა წავიდეს და განვითარდეს თავის ქვეყანა, უბრალოდ ადამიანები არ არსებობენ, ძალები არ არსებობენ, უფრო სწორად პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ, რომლის გამოჩენაც ძალიან რთულია დღევანდელ მოცემულობაში. ისე მინდა გითხრათ, რომ ეს ცხოვრება ბუმერანგია, იმიტომ რომ ზუსტად რასაც ისინი უკეთებდნენ, მაშინ მხედველობაში მაგ 2008 წლის არჩევნები და მაშინდელი ოპოზიცია, ხო? ზუსტად იგივე დღეში არიან და ზუსტად იგივე მეორდება და მათ თავს დღეს რაც ხდება, ზუსტად ანალოგიური ხდება, იმიტომ რომ ერთი ძალიან კარგი საარქივო ვიდეო ამოვარდა ეხა, სადაც მაშინდელი გენერალური პროკურორი როგორ აპრავებს მაშინდელ, ესე ვთქვათ, გაყალბებულ არჩევნებს და რას იძახის ოპოზიციაზე, მინდა რომ ნახოთ სულ ყველამ და თვითონაც გაიხსენოს, აი როგორ შემოუტრიალდა და შემოუბრუნდა ბუმერანგივით ეს ყველაფერი. მე კი დაგემშვიდობებით, მინდა რომ კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ, ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა, უდიდესი უმბერაზი ხელოვანი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა როგორც საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, ასევე მსოფლიო კულტურაში და გისამძირებ ყველას თელ საქართველოს მის წასვლას, გარდაცვალებას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. კარგად ვზარდებოდით, დიდი მადლობა ნუკრი, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. როგორ მუშაობს თქვა საქართველოს მთავრობა, როცა მას ესმის მუდმივად ყოველდღიურად განცხადებები, რომ ისინი არიან არალეგიტიმური? საქართველოს მთავრობა მუშაობს, გალბატონო ინგა, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი შეფასებები ესმის, იმიტომ რომ ესეთი შეფასებები ესმის დამარცხებული მხარისგან, დამარცხებული მხარე არის დაინტერესებული მხარე. მას ყოველთვის ექნება, ასე ვთქვათ, мотиваცია, რომ ილაპარაკოს ამასთან დაკავშირებით. ეს მხარეთან, რომელიც ახლა საუბრობს, არ არის იმ კლასის მხარე, მართლაც კლასზე რა დაიწყო ლაპარაკი და არ არის იმ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კულტურის მხარე, რომელიც ოდესმე აღიარებს დამარცხებას რაიმე ფორმით. რას ნიშნავს არ არის იმ კლასის და კულტურის? ეს არის მხარე, რომელიც ყოველთვის ისაუბრებს არჩევნების გაყალბებაზე, რამდენჯერაც დამარცხდება. დამარცხდა უკვე ძალიან ბევრჯერ. ეს გოვარდების რევოლუციის დროს, ვიდრე მე ბატონ დავითს
დაუსვავს შემდეგ შეკითხვას. მაშინ არავის არ გაახსენდა იგივე სააკაშვილის გუნდში რომ ეს არ იყო ის მხარე. ეხლა ჩანს ძალიან კარგად რომ ეს მხარე არის მხარე რომელიც არის დაბალი პოლიტიკური კულტურის უბრალოდ და საუბრობს დამარცხებაზე მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ დამარცხდა. გამოცემა Forbes-ი საკუთარ ინფორმატორებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი ტესტავს თანამგზავრ საწინააღმდეგო რაკეტას ნუდოლი. ეს იარაღი უკვე გამოყენებულია ძველი საბჭოთა თანამგზავრის განადგურებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე და თეორიულად შეიძლება გამოყენებულ იქნას SpaceX-ის თანამგზავრების გასანადგურებლადაც, რომელთა რაოდენობა 7000 საჯარბებს. Forbes-ის მონაცემებით, რუსეთი განიხილავს ნუდოლის რაკეტების ბირთვული გობინებით აღჭურის შესაძლებლობას. ასეთ რაკეტებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნა მთელ ამერიკულ დაჯგუფებას დაბალ ორბიტაზე, Starlink-ის თანამგზავრებს და პლანეტლების აპარატებს, რომელიც რუსული არმიის გადაადგილებას აკვირდებიან. შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გარდა, რუსეთს აქვს ასევე ეფექტიანი საშუალებები რადიოელექტრონული ბრძოლისათვის, რომლებსაც შეუძლიათ Starlink-ის სიგნალების ჩახშობა. კერძოდ, ახლდება კომპლექსი ტობოლი, რომელიც განსაზღვრულია თანამგზავრული კავშირის ბლოკირებისთვის. პენტაგონიდან გაჟონილი ცნობების თანახმად, არანაკლებ 3 ასეთი კომპლექსი უკვე წარმატებით იქნა გამოყენებული Starlink-ის სიგნალის ჩასახშობად უკრაინის აღმოსავლეთში, წერს Forbes-ი. გამოცემა ასევე იუწყება ახალი სისტემის კალენკას შექმნის შესახებ. ესაა იარაღი, რომელსაც შეუძლია Starlink-ის სიგნალების დაჭერა და ჩახშობა. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ არ შეიცვლის გადაწყვეტილებას და მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, მაინც გაემგზავრება მოსკოვში გამარჯვების აღლუმზე დასასრებად. ისეთი განცდა მაქვს, რომ თავზეც არ ჩამომექცევა ჩემზე დაწყებული წნეხის გამო, რაც მოსკოვში გამგზავრებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ არავინ მომიტყუებია, ჯერ კიდევ 8 თვის წინ საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მოსკოვში წასვლას ვაპირებდი. ეს ვთქვი ღიად, რადგან არ ყოფილვარ იქ უკვე 3 წელია. სერბეთმა ფაშისტთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ჩვენ ამით ვამაყობთ. ეს არ ეხება ბევრ სხვა ქვეყანას, რომელიც ისტორიის გადაწერას ცდილობს, გლობალურ, ევროპულ, რეგიონალურ და ლოკალურ დონეებზეც კი. ჩვენ ვამაყობთ ფაშიზმთან ბრძოლით და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი იმისა, რომ მოწვევა მივიღე. ამასთანავე ჩვენს რუს მეგობრებთან ერთად უნდა განვიხილოთ მომდევნო შეთანხმებები გაზზე, სერბეთის ნავთობის წარმოების მომავალი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემაა. რაც შემეხება მე, გადაწყვეტილება აქამდე არ შემიძლია, მზად ვარ მთელიცა ჩამომექცეს თავზე. რამდენ ხანს გავუძლებ, 1 დღეს, 2 დღეს, 3 თუ 5, ან როგორც უკვე ვთქვით, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასკვნების მიღება ხდებოდა, ვნახოთ. მაშინ ჩვენ 3.5 წელი გავზელით, თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა. ვიქტორ ორბანმა ილაპარაკა დასავლეთის მისწრაფებებზე, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს უკრაინა ევროკავშირში. უნგრეთის პრემიერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად მიღება, ეს ბრიუსელის გეგმაა და არა ჩვენი. მათ უნდათ იმ ქვეყნის მიღება, სადაც მკაფიო საზღვრები არ არის ფუნქციონირებადი ეკონომიკა, არ არის სუვერენიტეტი და ამ ფონზე მათ აქვთ მოლოდინი, რომ ევროკავშირში გადასახადის გადამხდელები დააფინანსებენ მილიონიან არმიას ათწლეულების განმავლობაში. ეს მშვიდობა არ არის, ესაა დაუსრულებელ ომზე ცარიელი ქვითრის გაცემა. ვიქტორ ორბანმა უნგრულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ დასავლეთმა წააგო პროქსი ომი რუსეთთან. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპის თავაზობს შეერთებულ შტატებს გამოსავალს დაპირისპირებიდან, როგორც ამერიკის გადარჩენას ძალიან სერიოზული მარცხისგან. მისი თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი შესაძლოა მომავალში ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო ტრამპის ახლანდელი საპრეზიდენტო ვადა ეს არის არა რესპუბლიკელების მმართველობის 4 წელი, არამედ პირველი 4 წელი 12-დან, რაც განპირობებულია შეერთებულ შტატებში პატრიოტული აზროვნებით. Financial Times-ი წერს, რომ ჩინური თანამგზავრული კომპანია მხარს უჭერს ჰუსიტების შეტევას. ამერიკელი მოხელეების თქმით, ერთ-ერთი ჩინური თანამგზავრული კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის არმიასთან, ირანის მხარდაჭერილ ამბოხებულ ჰუსიტების იემენში აწვდის გამოსახულებებს, რომლითაც შესაძლებელია წითელ ზღვაში ამერიკელების სამხედრო გემების და საერთაშორისო ხომალდების სამიზნეებად მონიშნა. ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ გააფრთხილა პეკინი, რომ კომერციული კომპანია CGSTL
რომელიც დაკავშირებულია სახალხო განმანთავისუფლებელ არმიასთან, ჰუსიტებს სადაზვერვო ცნობებს აწვდის, ამბობს ამერიკელი ოფიციალური პირი. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ ჩინოსანმა Financial Times-ში ატყობინა, რომ ჩინეთმა ეს გაფრთხილება არაფრად ჩააგდო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტები პლუსმა დაადასტურა, რომ კომპანია CGSTL პირდაპირ ეხმარება ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების ორგანიზებულ ტერორისტულ თავდასხმებს ამერიკის ინტერესებზე. ოფიციალურად ჩინეთმა გამოხატა შეშფოთება ჰუსიტების თავდასხმების გამო მსოფლიო ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზებზე და შეერთებული შტატების საზღვაო საჰაერო ძალებზე. ბაიდენის ადმინისტრაციამ მოუწოდა ჩინეთს გამოიყენოს თავისი გავლენა ირანზე ჰუსიტების შესაჩერებლად, მაგრამ ამერიკელმა მოხელეებმა პეკინის მხრიდან ვერც ერთი მსგავსი მცდელობა ვერ დაინახეს. შეერთებული შტატების განცხადებაზე ჩინური კომპანიის შესახებ ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ შესაბამისი სიტუაციის თაობაზე ინფორმირებული არ არის, ნათქვამია სტატიაში. გაზეთი გლობო წერს, რომ ტრამპი და ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა აღფრთოვანებულები არიან ვლადიმერ პუტინი და ზოლ ზელენსკი. ლულას და ტრამპ შორის ურთიერთობა გამოცანად რჩება. აღსანიშნავია, რომ არც ერთს არ მოსწონს ვლადიმერ ზელენსკი და ორივე სიმპათია ვლადიმერ პუტინის მიმართ აქვს, ნათქვამია სტატიაში. ბრიტანული ეკონომისტი წერს, რომ უკრაინაში რეალური ძალაუფლება ზელენსკის ოფისის მოხელეების ხელშია. დამოუკიდებელი უკრაინული მედია მასობრივად ექვემდებარება სისტემურ ცენზურას, აქტივისტებს და კრიტიკოსებს დევნია. კანონის უზენაესობა უკრაინაში დიდი ხანია მითად იქცა. რეალური ძალაუფლება ქვეყანაში ზელენსკის ხალხმა მიიღო. უკრაინის მთავარი პრობლემა არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურია, წერს ეკონომისტი. სტატიაში ნათქვამია, რომ ზელენსკის ადმინისტრაციას არ სურს ძალაუფლების განაწილება არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ ნებისმიერისთვის, ვისშიც პოტენციურ ოპონენტს ხედავს. ყველაზე ერთგულები საჩუქრდებიან თანამდებობებით სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში. ისინი, ვინც ზედმეტად თავისუფლად მოქმედებენ, ხალხში სიყვარულით სარგებლობენ ამ დასავლურ ქვეყნებთან პირდაპირი კავშირები დაამყარეს, უკვე მოხსნილები და გათავისუფლებულები არიან, წერს ეკონომისტი. იარაღის მიწოდების ნაცვლად ევროპა აპირებს იარაღის წარმოება პირდაპირ უკრაინაში დააფინანსოს. ამერიკული დახმარების და საკუთარი მარაგების გამოფიტვის ფონზე, რაც მრავალი წლის განმავლობაში კიევისთვის შეიარაღების მიწოდების შედეგია, ევროპაში მხარდაჭერის ახალი მდოდელი ყალიბდება. ინვესტიციები ჩაიდოს არა პირდაპირ მომარაგებაში, არამედ უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში, წერს ვაშინგტონ პოსტი. ასეთი სტრატეგია არა მხოლოდ ფრონტის ოპერატიულ მომარაგებას შეუწყობს ხელს, არამედ უკრაინის, როგორც ახალი სამხედრო ტექნოლოგიების გამოსაცდელ პოლიგონად გამოყენებას. ლაპარაკია მათ შორის უპილოტო სისტემებზეც, რომლებშიც ევროპულ ქვეყნებს ჯერჯერობით საკმარისი გამოცდილება არ აქვთ. გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, მსგავსი მიდგომა ბევრად მომგებიანია ევროპისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ტრანსპორტისა და ლოგისტიკაზე მუდმივი ხარჯების ნაცვლად ისინი სახსრებს მიმართავენ ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ. მთლიანობაში მომდევნო წლის განმავლობაში ევროკავშირი გეგმავს 20 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას უკრაინის თავდაცვის სექტორისთვის, არამსა შეიარაღების სახით, არამედ საკუთარ წარმოებაში ინვესტიციების გზით, წერს ვაშინგტონ პოსტი. კლაუს შვაბმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ფორუმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის 87 წლის დამფუძნებელმა საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ 20 აპრილს მმართველობის რიგ გარეშე სხდომაზე განაცხადა. ჩემი ბოლოდროინდელი განცხადების შედეგად, ასევე ჩემი ასაკის გამო 92 წელში შევაბიჯე, გადავწყვიტე დავტოვო თავმჯდომარის და მეორეთა საბჭოს წევრის პოსტი. გადაწყვეტილება დღესვე ამოქმედდება, თქვა მან. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეორეთა საბჭომ ვიცე-თავმჯდომარედ პეტერ ბრაბეკ ლეტმატი თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. ასევე შეიქმნა საძიებო კომიტეტი ორგანიზაციის მომავალი თავმჯდომარის არჩევნებისთვის. კლაუს შვაბი, გლობალური მართვის და შრომის მსოფლიო განაწილების იდეოლოგი, დედამიწის მოსახლეობის შემცირების, მწვანე ენერგეტიკის და რაციონში მწერების აქტიური მხარდამჭერია. მანამდე Wall Street ჟურნალი უწყებოდა, რომ ფორუმის თანამშრომლებმა შვაბი და ხელმძღვანელობა რასიზმში, ასევე დისკრიმინაციასა და ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
Thank you.